აი მეგობრებო, ამას გიყვებოდეთ, რომ კარვობის დღესასწაული ეს არის მოზიარობის დღესასწაული. მოზიარობა, რომელიც დაასწევს მუდამ ამას. აი ნახეთ ყველგან. სულ ყველგან ჭამენ. სულ ყველგან სუფრაა გაშლილი. ეს შემთხვევით არ არის? ებრაელებს უყვართ ეგა? ასე რომ მარტო ებრაელებს არ უყვარს. ძალიან ბევრს უყვარს. მე თუ მგიქა. ნუ საერთოდ სუფრიანობა ებრაულ დღესასწაულებში სულ არის. ესეთი გამოთქმაც აქვს ებრაელებს ამ დასასრულს ხუმრობა. რომ ჩვენ ვერ გვიტანდნენ, ჩვენ გდევნიდნენ, ისინი დამარცხდნენ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მოდი ჭამო. ესეთი ისაა. ხუმრობითია, მაგრამ ამაში მათი არსი არ იკარგება. ანუ ჭეშმარიტების მარცვალი არის ამ ხუმრობებში. ჩვენ ისევ ვიმყოფებით ასე. ებრაულ კვარტალში მოვდივართ ახლა. გონების კედელი და რო ვთქვათ, ანუ так, მახსოვს ერთ ყულაში ებრაელს ქონდა კარგი კიპები. მაშინ მაჩუქა და ახლა დავახსენე ჩემი თავი ვინდა. იქნებ დღესაც მაჩუქოს. უცბა. ნუ ებრაელები გამიგებენ რასაც გისხობ მე ამაში. უცბაში. არა იმედია. ნო. აი ესეთი კონცერტები აქასო. აი ახლა გაჩვენებს. ეს არის დღესასწაული ჭამის ფესტივალის. აი დიდი კარავია გაკეთებული. ნახეთ. მომიცოდეთ. აი დიდი კარავია. არ ეს დღესასწაული გრძელდება 7 დღე და მერვე დღეს არის სიმხატვრა. ამაზე ჩვენ სხვა დროს ვილაპარაკებთ. მაგრამ იცლა მინდა ეს გაჩვენო. ახლა ჩაუნებოდათ ბავშვები. როგორია? ეს შარავის ეს არის წესი. რაბი ხალხონა ეს ძალიან მოდერა. აი მაგას. დენოიქებას. ყველაზე მთავარი ნიუანსი, რომელიც გამოვწდა მე თქვა. ალკოჰოლს არ სვამენ. ანუ დათრობა, დებოშირი და რაღაცები ეგეთი არაა. და ამიტომ მიყვარს მე ამათი დღესასწაულები ყოველთვის ეს არის. ხახს უკორწომეა. ამიტომ მიყვარს ეგეთი რამები, რომ ააში. მეთო დალოცი ისრაელი, ამიტომ მიყვარს ეს ხალხი მე. იცია თავის როგორ. ამიტომ ეს ისრაელი ჩოქნა. სულ პარტნიორის თეის ხარ. და ამიტომ არის ეს ძალიან აშასე მე კიდევ თაკეთობით ამისრაელ ხაი დაინახეთ თქვენ რომ ბავშვი ხიდდა ნაყინს ეს აქ ჩოლებრივი მოვლენა ებრაელები ბავშვობიდან მიასწავლიან ბავშვს შრომის უნარობას რათა ცდაკა და მასერეთი გადაულად გასცეს. ანუ ცდაკა მასერეთი ქრისტიანებმა უნდა იყოს ეს არის მეათოდები და შესაძლებლობები. ამას ებრაელები ბავშვობიდან მიასწავლიან რომ შენი შრომიდან ყოველთვის ერთ მეათედის გაცემა ისწავლა. შენი შრომიდან ყოველთვის ეცადო
შესაძილის გაკეთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვი რომელიც იზრდება, ესეთი იმით იზრდება, გაგებით რომ ღმერთო მაშოვე ესეთი სამსახური, რათა მე ჩემი შესაძლებლობები და მიათადებით განგადიდო შენ. და გემსახო. ეს იდეა მოდის აქ და ამიტომ არის ეს და ყოველთვის მუშაობს. ამიტომ ებრაელები წარმატებული ხალხი, ესე რომ ვთქვათ, ბიზნესში. აი ეს მინდა კიდევ გაჩვენოთ, აქ ნახეთ, რა მაგარი რამეა, ეს ძველი ნანგრევებია. იერუსალიმში ესეთი ძალიან ბევრია, ჩემო დარგებო. აი ეს კოლონები ეს რომის იმპერიიდან შეჩენილია ეს ყველაფერი რომის. აი ასია ჩემო დარგებო, ვიცი. ეს არის ის ებრაული კვარტალი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფები და უკვე დღემ თავდება და მინდა მოვასწრო ტრამვაის. იმიტომ რომ ძალიან მალე დაიგებდება ყველაფერი, შაბათი იწყება და აქ ვეღარ მომძლევა მომიწევს 7 კილომეტრი ფეხით სიარული. და ტაქსი რო იქირაო, არაბები იმდენად განაგლებულია, რომ შეიძლება $100-მდეც კი აგიყვანოს. აი ესეთი უნდა მოსულები არა ეს. ჰალო. ასე რომ ეს არის ესეთი. ეს საინტერესო ყველა რო ამ კამერას უყურებს საინტერესოს რა არის. ალბათ იშვიათია ვინმე ბლოგერი ასე რომ ჩამოდიოდა და იღებდეს ამ დღესასწაულს, თან ასე ქართულად ლაპარაკობდეს. ისინი ალბათ უფრო მიჩვეულია ინგლისურენოვან ბლოგერებს, რუსულენოვან ბლოგერებს, ივრითულენოვან ბლოგერებს, მაგრამ ეს ქართული ცოტა მეუცხოვებათ. მოთაშორით ძალიან ბევრი მაიცის საქართველო აქ რა არის და ძალიან ბევრი აფასებს საქართველოს. ასე რომ არ დაუჯეროთ იმას, ვისაც რაღაცებს წერენ სოციალურ ისინი მომეტესობა პოსტების გამოწერენ და ლაიქების გამოწერენ, რომ ნახველები ყავდათ. ასე რომ არ დაიჯეროთ. ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გადამოწმოს დღეს 21 საუკუნეში. ძალიან მარტივად. მაშასი, აი კიდევ ერთ ადგილი მინდა გაჩვენოთ. აი, მაგალია. ისე ჯამს ხალხი ესე. ეს იშვიათობა ისრაელში, იმიტომ რომ უფრო მეტი კატები აქ. მაგრამ უპატრონო ძაღლს ვერ ნახავ, მაგრამ უპატრონო კატებს ძალიან ბევრს ნახავ ისრაელში. როგორ მირიგიდა რა? ჩვენთან უპატრონო ძაღლებია ძალიან ბევრი. აქ უპატრონო კატები. საოცარი კონტრასტია. კარგი მეგობრებო, დაგემშვიდობებით დღეს საღამოს კონფერენციიდან. ჩავწერ კიდე კონფერენციაზე. დღეს ნაციონალური დროშების ჰალამების გამოფენა იქნება. ჩვენ სადაც ვართ მიწვეული და საქართველოს ჰალამს დროშას მიავაფრიალებ ამაკაცზე უფრო. ანიგარ in Georgia. ეს ივრითულად მე ვცხოვრობ საქართველოში. ეს ებრაულათა. ასე რომ წარმატებული დღე. წარმატებული მას მე მამა არიგებს შვილსო ჩვენ ებრაელები ესეც უნდა მოვიქცეთო. მას გონია რომ არ ვიცი ივრითული. ანდას ვიცი. ოკეი. იხტა უკვე მე მესმის და გაჩვენ. საოცარი ხალხი. აი ეს კიდე ნახე, ოჯახი პირველი ოჯახი ძალიან ბავშვები, თურქმარი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ებრაელი ერი, მორწმუნე ებრაელი ეს მომუხმე. ნუ ძირითადად ყველა მე ოჯახი ერია. ძალიან უთხრილებიან ოჯახს, ძალიან უთხრილებიან ოჯახურ ციტულებს. მაშას, მადლობა, ვიყურეთ. One worker,